კაი გამარჯობა, მე გიორგი ლიპარიშვილი ვარ, იგივე ლიპარა, მოსწავლებელი და დღეს ლიპარასკევობაა. რამდენიმე ორი კვირა ლიპარასკევობა არ ყოფილა ქვეყანაში მიმდინარე ამბების გამო და დღეს გადავწყვიტე რომ გავაგრძელოთ ლიპარასკევობა. გავაგრძელო ბევრთვის ნაცნობი, შეიძლება ბევრჯერ წაკითხული, გაგონილიან, შეიძლება ახალიც იყოს ზოგისთვის. სულხან საბა ორბელიანის იგავარაკი მინდა წაკითხოთ ძალა ერთობაში. იმიტომ რომ ეხლა ერთობის დროა და გავიხსენოთ ეს მოკლედ ეს იგავარაკი. რა ხდება ამ იგავარაკში? დავიწყოთ? დავიწყოთ. ძალა ერთობაშია. იყო ერთი დიდებული მეფე. ყავდა 30 ვაჟი. სიკვდილის ჯამს მოიხმო თავისი შვილები. მოატანინა 30 ისარი, ერთად შეკრა, მაგრად მოზიდა და ვერ გადატეხა. შემდეგ თითო ისარი ამოიღო და ყველა ადვილად დალეწა. მაშინ მეფემ შვილებს უთხრა: როდესაც ერთად ხართ და შეთანხმებულად მოქმედებთ, მტერი ისევე ვერ გაგტეხთ, როგორც მეწეღან შეკრული ისრები ვერ გავტეხე. თუ დაიშლებით, მტერი სათითაოდ დაგამარცხებ და თქვენსა და თქვენს ახლობლებსაც. ასე დამთავრდა სულხან საბას ეს პატარა, მაგრამ დიდი იგავარაკი, რომელიც ერთობას გვასწავლის და თუ ისარს ვერ იპოვით სახლში და შეიძლება ვერც იპოვოთ, შეგიძლიათ კვირის ჭხილზე დატესტოთ, ნახეთ, 1 მარტივად ბრდება, ნახეთ და 30-ს აბა ცადეთ თუ გადატეხოთ. დიდი მადლობა, მე შემდეგ ლიპარასკევობამდე გემშვიდობებით. ძალა ერთობაშია.